გუშინ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის თეატრში კონცერტი გაიმართა. უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ თამთა დოლიძე ისაუბრებს. კონცერტის იდეის ავტორი და ორგანიზატორი ოზურგეთის კულტურის ცენტრი იყო. საღამოს, რომელიც 15 აპრილს მიეძღვნა წამყვანებად სახელმწიფო თეატრის მსახიობი ბელა კიკვაძე და რეჟისორი შოთა ბაბილოძე მოგვევიდნენ. მათ ლექსებიც წაიკითხეს და საზოგადოებას სიყვარულის დღის შესაბამისი განწყობა შეუქმნეს. ასე დაიწყო ძალიან ლამაზი და დადებითი ემოციით დამოწმული საღამო. კონცერტზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ანსამბლები, თესლები, მუხამბაზი, მუსიკალური სკოლის კვინტეტი და სხვა. შესრულდა დუეტებიც. მომღერლებმა ბევრი ძველი პოპულარული მელოდია გაახსენეს მსმენელს. იყო ტემპერამენტიანი ბოშური, ტანგო, კინტაური, სირტაკი. ჟანრობრივი სხვადასხვაობის მიუხედავად თითოეული ნომერი მხოლოდ ერთ სიყვარულის თემას ეძღვნებოდა. ამ დღის იდეა, რომელსაც გუშინ მთელი ოზურგეთი აღნიშნავდა, ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორს მოუვიდა ასლით. ასე დაარსდა 15 აპრილი, სიყვარულის ქართული დღესასწაული, რომელიც ხალხმა მაშინვე აიტაცა და მთელ საქართველოში დღემდე აქტიურად აღინიშნება. კონცერტის ბოლოს ორგანიზატორების სიურპრიზის დროც დადგა. მოულოდნელად სცენა სხვადასხვა ფერის მაშხალებმა გაანათლა და დასრულებულ საღამოს სადღესასწაულო იერი მისცა. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ყველას, ვინც შეყვარებულია, ვინც საწყოს და სიყვარულს ეძებს და ყველას სრულიად საქართველოს. მინდა ბედნიერება გისურვოთ და მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენ შეძლებს დაგვარად როგორც შეგვეძლო, მეცადეთ რომ ეს დღე გაგველამაზებინა ჩვენი ახალგაზრდებისათვის, ჩვენი საზოგადოებისათვის. დილიდანვე პარკში ესეთი სახელწოდებით აქცია პატარა გავაკეთეთ. ეს არის პაემანი ქალაქში, სადაც სასიყვარულო ბარათებს სტოვებდნენ ახალგაზრდები ერთმანეთს და აი ხა ჩვენ ვართ ძალიან ლამაზი კონცერტის მომსწრენი. და მინდა ეს იყო ჩვენი საჩუქარი ყველა იმ ადამიანთათვის, ვისაც სიყვარულით უძგერთ გული. ყველას მინდა მიულოცო სიყვარულის დღე მთელ საქართველოში და სულ ბედნიერება მინდა უსურვო ყველას და ნათელი მომავალი რაც თავარია და ყველას ბედნიერება სულ სიყვარულის. ოზურგეთელმა ჯიქებმა ბ-ლიგის მორიგ მატჩში ქუთაისის სამ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. ირაკლი დოლიძის სიუჟეტი. ჯიქებსა და ქუთაისის სამს შორის შერკინება პირველივე წუთებიდან დაძაბულად დაიწყო. მოგებიშინით გამსჭვალული ორივე გუნდი ტოლს არ უდევდნენ ერთმანეთს შედეგის საჩვენებლად, თუმცა პირველი ლელოს დადება სტუმართა გუნდმა შეძლო და პირველი ტაიმიც მათ სასარგებლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში მასპინძელთა გუნდიც გააქტიურდა. თამაში ფაზაში შევიდა და ბევრი სახიფათო მომენტით შეიქმნა. პირველ წუთებზე ანგარიში კვლავ სტუმართა გუნდმა გაზარდა, რის შემდეგაც არც ჯიქებმა დაუდეს ტოლი ქუთაისის სამს და ბექა კუბლაშვილმა შეძლო პირველი ლელოს დადება, რომელსაც მეორე ლელოც მოჰყვა ვაკო დარჩიას მიერ დადებული, თუმცა საბოლოოდ მოგება 45-10 მაინც სტუმართა გუნდს დარჩა. როგორც ჯიქების მწვრთნელები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე გუნდის მიზანი მოგება არ იყო, რადგან გუნდი სულ რაღაც 7 თვის ჩამოყალიბებულია. სტუმართა გუნდი კი მეხუთე წელს ითვლის არსებობიდან და ამიტომაც თამაშის განმავლობაში აშკარა უპირატესობაშიც იყვნენ. რაც მთავარია, პირველი თამაშიდან დღემდე ჯიქების პროგრესი შესამჩნევია და შემდეგ გასულ თამაშზე შედეგის გაუმჯობესებასაც შეეცდებიან. ეს არის კიდევ ერთი კალენდარული თამაში ქუთაისის სამთან. ქუთაისის 4 გუნდი გამოყავს. ძალიან კარგი გუნდებია ეს ბიჭები, ძალიან ჩვენზე მეტი გამოცდილები არიან. ჩვენთვის პირველ რიგში მოგებაც თავარია, მაგრამ მოგებაზე მეტად მირჩევნია, რომ ბიჭებმა გამოცდილება მიიღონ. პირველ ეტაპზე ჩვენ შეიძლება გამარჯვებები ვერ მოიპოვოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ლელო ბურთი და რაგბი არის უფროსი და უმცროსი ძმები და ვეცდებით ყველანაირად რომ ეს რაგბის სპორტის სახეობა მაქსიმალურად დავხვეწოთ და შემდეგ ვიფიქროთ გამარჯვებებზე. მესამე ტურში ოზურგეთის ჯიქები ისვენებს და მეოთხე ტურში კი უკვე აქვთ გასვლა წყალტუბოში და იმედია რომ დღევანდელი თამაში მაინც გარკვეულწილად იქნება იმის საბაბი რომ წყალტუბოში გასული თამაშზე უკეთესი თამაში ჩვენები და საუკეთესო შედეგით იგივე გამარჯვებით რომ დაგვირგვინდეს შეხვედრა. მე იმედი მაქვს ჩვენი ჯიქების უკვე ძალიან დიდი პროგრესი ჩანს აი ამ ბავშვების ამ თამაშიდან გამომდინარე და ვიმედოვნებთ რომ ახლო მომავალში უფრო მეტი წარმატებული და შედეგიანი იქნება ჩვენი ბიჭების მონაწილეობის მიღება აი ამ ბ-ლიგის გათამაშებაში. საინფორმაციო პროგრამის დასრულებისანავე გვთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩთან ბატონ ჯონ ბასთან. ეს გახლავთ შემხელდარსებული ბოლო ინფორმაცია. მე უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.